საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის დღეს საპროტესტო აქციით პარლამენტის შენობის წინ აღნიშნეს. ისინი ამ დღეს წელს უკვე მესამედ აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მთავრობას ოქტომბრის პირველი შაბათი ოფიციალურად შრომის დღედ დაწესდეს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს პრობლემები, რომლებიც სათავეს გაუმართავი შრომითი კოდექსიდან იღებენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგის გამართვა იყო. პროფკავშირებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სამომხმარებლო ფასების მატების მიუხედავად მინიმალური ხელფასი საქართველოში არ გაზრდილა. ღირსეული შრომის მსოფლიო დღე, როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვის კიდევ ერთი საერთაშორისო დღე, მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციამ 2008 წელს დააწესა. იმ პრობლემების აქტუალურობა, რომელსაც აყენებს საქართველოს პროფკავშირებმა, კვლავ აქტუალურია ქვეყანაში უკანონოდ. გილოცავთ შრომის დღეს, რომელიც მეორე წელია დააწესა საქართველოს პროფკავშირებმა და უკვე მეორე წელია უშედეგოდ ითხოვს საქართველოს მთავრობისგან, რომ ყოველი ოქტომბრის პირველი შაბათი ოფიციალურად იყოს ხდებოდეს ამ დღის აღნიშვნა. დღის აღნიშვნა თვითონ ბევრი არაფერი საჭირო არის, რომ ამ დღეს დასაქმებულები, დამსაქმებლები, მთავრობა, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გარკვეულწილად რევიზიას ახდენდნენ იმ პრობლემებისა, გადაჭრილისა თუ გადაუჭრელი საკითხებისა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. დღევანდელი დღე ეძღვნება ღირსეული შრომის დღეს, რომელიც საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით დაარსდა და დღეს თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელი გამოსული ვართ, რათა დაცული იქნეს მოვითხოვთ ადამიანების უფლებების დაცვას. რა თქმა უნდა, დღევანდელი ფონი, სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმეა. მძიმე მდგომარეობაშია როგორც დასაქმებული ადამიანი, ასევე პენსიონერიც. ლეიბორისტები კი ხელისუფლებისგან სოფლის მოსახლეობის სკოლებისა და ბაღების შეშიდ მომარაგებას ითხოვენ. ამის შესახებ სოსო შატბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შატბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სოფელი გაზიფიცირებულია, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობის მხოლოდ 25% იყენებს ბუნებრივ გაზს, 10% თხევადი გაზით სარგებლობს, 60% კი ხე-ტყის მასალას იყენებს. სწორედ ამიტომ საჭიროა ხელისუფლებამ მოსახლეობას ხე-ტყით სარგებლობის უფლება მისცეს. რომ ვიხსნათ ჩვენი მოსახლეობა კატასტროფისაგან, შიმშილით და სიცივით სიკვდილისაგან, მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან. პირველი, დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს ყველა გაჭირვებული მოსახლეობა სოფლად 6 კუბომეტრის შეშით მაინც. მეორე, მომარაგდეს ყველა სასწავლო დაწესებულება. ეს არის საბავშვო ბაღი და ეს არის სკოლები. მე ქალაქის სკოლებს და ქალაქის საბავშვო ბაღებს არ გულისხმობ, რადგანაც აქ ცენტრალური გათბობა არის ზოგიერთ სკოლების უმრავლესობაში, მომარაგდეს შეშით და ეს თანხები გამოყოფილი იქნას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. საჩუქრები ხანდაზმულებს ქრისტიან დემოკრატები კომპანია შინხოფერთან ერთად თითქმის თემქის ხანდაზმულთა პანსიონატს საჩუქრები დესტურნენ. ღონისძიებას შინხოფერის ავსტრიელი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია ხანდაზმულთა მსოფლიო დღეს მიეძღვნა, რომელიც 1 ნოემბერს აღინიშნება. ქრისტიან დემოკრატებსა და შინხოფერის ძალისხმევით პერმანენტულად ვცდილობთ რაღაც პატარა წავახალისოთ და რაღაცა შევმატოთ ამ ადამიანებს. ამ გვაქვს ხოლმე რაღაც საქველმოქმედო საჩუქრები, სტუმრები არიან ჩამოსულები, რომელსაც თავის თვალით უნდათ ენახათ თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში ზოგადად ხანდაზმულთა მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი. და შესაბამისად მე სიამაყით შემიძლია თქვა, რომ ეს არის ის პანსიონატი, სადაც ბევრი საამაყო გვაქვს და ამაში ნამდვილად ძალიან ბევრ ადამიანს მიუძღვის დამსახურება. ჩვენი სტუმრები მობრძანდნენ და ჩვენს მოხუცებს სიყვარული და სითბო აჩუქეს. მოუტანეს ბევრი საჩუქრები, შინხოფერის პროდუქცია და თქვენ ხედავთ, როგორი სიყვარული და სითბოთი ესალმებიან და გადასცემენ ამ საჩუქრებს. ყველას უნდა რითიმე გვასაამოვნოს, რითიმე აღნიშნოს ჩვენი აქაური ცხოვრება და გაგვიმსუბუქონ ჭირი და მოხუცებულობა. ინგლისურენოვანმა პედაგოგებმა განათლების მინისტრთან ერთად რთველში მიიღეს მონაწილეობა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულმა 60-მა პედაგოგმა ყურძენი დაკრიფა, შემდეგ კი ყურძნის დაწურვისა და ჩურჩხელის ამოვლების ტექნიკაც შეისწავლეს. I want to get your feet in there. Oh, wow. Yeah, that's it. Done. I'm all the
აი ესე და ამოავლეთ კი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესენი აგრეთვე ისწავლონ გახდნენ ჩვენი კულტურის ნაწილი და ისწავლონ ყველა ტრადიცია და ნახონ ყველა ტრადიცია რომელიც არსებობს საქართველოში იმისათვის რომ როდესაც დაბრუნდებიან თავის ქვეყნებში გახდნენ ჩვენი ასე ვთქვათ უფასო ელჩები და უფასო კონსულები ჩვენი ქვეყნის თავიანთ ქვეყნებში და თქვენ თვითონ ხედავთ რამდენად უხარიათ რთველში ყოფნა და რამდენად მათ ეს აინტერესებთ. Oh, I love grapes. საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვედით ძალიან მომწონს საქაურობა. ვფიქრობ, რომ საქართველო მშვენიერი ქვეყანაა მდიდარი კულტურით. Mom's owns vino. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია Air-Zena Georgian Airways-თან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალ კონკურსს გახდი ავიატორი იწყებს. მონაწილეებმა უნდა შექმნან თვითმფრინავის მოდელები და შექმნან ესკიზებიც. გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპანიის და სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ავიაციის პოპულარიზაცია. გვაცხადებთ კონკურსს გახდი ავიატორი, სადაც სკოლის მოსწავლეები განურჩევლად კლასისა მოამზადებენ სხვადასხვა ტიპის მოდელებს, ნახატებს. კონკურსის განმავლობაში ავიაკომპანია Air-Zena Georgian Airways-ი მოაწყობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეებთან, შეხვდებიან როგორც ბორტგამცილებლები, ასევე ავიატექნიკოსები. გამარჯვებულებს გამოუვნენ სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც აუცილებლად იქნება განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან კომპიუტერები და ფულადი პრემიები და ასევე იქნება დაწესებული სპეციალური პრიზები. ჩვენი ამ კონკურსის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ავიაციის სფეროს შესახებ მოსწავლეებს. არტკაფე ქარავანში დღეს ოთარ ჭილაძის ჩანაწერების წიგნის 3 წიდან იწყება პრეზენტაცია გაიმართა. დიდი მწერლის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ მკითხველს საშუალება მიეცა გაცნობოდა ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელიც ოთარ ჭილაძის მთელ შემოქმედებით ცხოვრებას მოიცავს. კრებული თამაშ ჭილაძემ შეადგინა, სადაც გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ჩანახატები. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინება ნიჭიერი გოგოა. მაჩუკეს აფიშა ეს იქე იყოს ნახატები ფაქტური ეს არ გახდა მხოლოდ ფილოსოფიური ტრაქტატები. ლიტერატურა სიყვარულის ისტორია. აი ეს სიგნის გამოხატავს მის ბუნებას, ასე რომ მე მგონი ძალიან საინტერესო მომდენა. ალბათ ხალხისთვის საინტერესო იქნება, ვისაც ოთარის შემოქმედება აინტერესებს, უყვარს და მე მგონია ბევრი ასეთი არა მარტო საქართველოში. ეს არის მისი პირადი რვეულებიდან და უბისტიგნაკებიდან ასე თქვა ამოკრეფილი ნაწარმოებები, გამონათქვამები. მე შემიძლია ვთქვა, რომ აფორიზმებად იქცევა ალბათ მალე ამ წიგნის ნახევარი. ეს არის განსაკუთრებული ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში იმდენად, რომ ეს არის პირადი ჩანაწერები, რომელიც ინახება რვეულებში, ალბომებში, მინაწერებში, ზოგჯერ ცალკეულ ფურცლებზე. მაგრამ ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ეს წიგნი გახლავთ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ დიდი საარქივო მასალისა, რომელიც ოჯახში ინახება. მე მადლობა მინდა უთხრა ოთარ ჭილაძის ოჯახს, რომ გვენდო ჩვენ როგორც გამომცემლებს, აი ამდენი კარგი გამომცემლობა საქართველოში და არჩევანი რო ჩვენზე გააკეთეს. დღევანდელი დღე კულტურული ღონისძიებებითაა გადატვირთული. დედაენის ბაღში დღეს საბავშვო წიგნის მზე შინას პრეზენტაცია გაიმართა. მწერალთა კავშირის ინიციატივით მოწყობილ გამოფენა გაყიდვაზე საბავშვო ბაღის დირექტორებმა მწერლების ავტოგრაფებით გაფორმებული საბავშვო ლიტერატურა შეიძინეს. ბუკინისტების პოპულარიზაციის მიზნით ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ღონისძიებები ეწყობა. მომავალ კვირას ჭაბუ ამირეჯიბის ხელნაწერებიც გაიყიდება. დღევანდელ ღონისძიებაზე რეტრო ბენდი უკრავდა. ეს წიგნი მზეშინ არის მნიშვნელოვანი იმითაც, რომ აქ არის ყველა უმშვენიერესი საბავშვო ლექსი ხალხური პოეზიიდან. აქ არის ყველა თემაზე, რაც ბავშვს უნდა უყვარდეს და ისწავლოს, ცალკე განყოფილებები. აქ არის წმენაზე ძალიან საინტერესო პოეზია, აკაკი წერეთლის ლექსი, აქ არის დედმამის სიყვარულისადმი ცალკე განყოფილება, სამშობლოსადმი. დღევანდელი დღე არის შვენიერების დღე, სიყვარულის დღე, სიხარულის დღე. ბავშვს კი არ უნდა უთხრა, რომ შენ კომპიუტერი უნდა მოგიტანო გაჩუქო და თუ კომპიუტერი არა გაქვს და თუ ინგლისური არ იცი და შენ დიპლომს ვერ აიღებ. არა ბატონო, თავარია წიგნიერი იყო, ქართული წიგნი წაიკითხო. შევიძინეთ მზეშინა, ასეთი ანთოლოგია გახლავთ საბავშვო ლექსების და ნუ აქ არაჩვეულებრივი ლექსებია შეტანილი როგორც თანამედროვე მწერლებისა, ასევე ჯანსუღ ჩარკვიანის და ასე შემდეგ. საინტერესო ლექსებია შეძენილი, მათივე ავტოგრაფებით ავტორებივე აწერენ ხელს.